დღეს თორიკომ ბალახები შეჭამა. მაქვს მტკიცებულება. თორი ძროხა ხარ, ბალახი შეეშვი. შეიძლება ეხა ბევრმა ძაღლის პატრონმა თქვათ, რა პრობლემაა ბალახი ხო შეიძლება ცუგოსთვის რომ შეჭამოს. ალბათ შეიძლება ისიც სუფთა ბალახი რო იყოს, მაგრამ თორიკოს აქვს ძალიან სუსტი კუჭი. აი, დაასუსტა, შეხედე როგორ წამოწვა. აფერისტი. ხო და ესე დროს არ ვურისკავ და თორიკოს ვაჭრევ ისეთ საკობს, რომელიც ძალიან მარტივად მოსანელებელი იქნება. ხო და ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ფარმიას სუელიკვებიდან გასტროინტესტინალი. ზემოდან ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის რომ ეს დამეკითხა. ეს კონკრეტულები გახლავთ ცუგოს სველიკვებები, რომელშიც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ფორმულა არის. ამის შეუნტანია ფეთვერსი და შეგიძლიათ საქართველოს ზოომაღაზიებში შეიძინოთ. და მთავარი განსხვავება სველიკვებას და ჟელეებს შორის არის ის, რომ სველიკვება არის სრულფასოვანი, ანუ ამაზე ძაღლი შეგიძლია სულ ყავდეს. ჟელე დაახლოებით ფასტ ფუდივით ამბავი არის. აი როცა ახალისო. ოპა იუ. იუ, არც იგი რეალურად გამოიყურება რო გითხრა. თორი მიცის ამ სიტყვაზე ჭამა, აქვე გავამარიაჟოთ ეგ სკილები. თორი, ჭამე. შეხრამე. გადაყლაპე. გაიგდე ყბის ძირში. ამოისვი ღზილებში. მიხვედი? გინდა გამოტყუდი, მიდი. ჭვიანია და ცოტა შეირცარ, იმიტომ რომ ბალახს ვინ ჭამს, რატო ჭამს? არ იჭვება შვილო, შეირგე, ნელა ჭამე. მე შეგახსენებთ რომ უცებ გამოიწორო ჩვენი გვერდი, იმიტომ რომ ეხა თორიკოს ASMR-ს მოგასმენინებთ და რა შუაში იყო ეს ერთმანეთთან არ ვიცი, მაგრამ გამოიწერეთ არხი.